ბიძაშვილს 21 წლის გოგო 2 კვირის განმავლობაში თბილისში ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჭო. აზერბაიჯანელი გოგოს მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ფატიმა კერიმოვას ბიძაშვილმა მას შემდეგ ჩამოაკითხა, რაც ახალგაზრდა ქალი შეყვარებულმა თბილისში საცხოვრებლად ჩამოიყვანა, შემდეგ კი მიატოვა. მოკლული გოგოს ნათესავები მკვლელის ნაცვლად ფატიმა კერიმოვას ადანაშაულებენ და მომხდარს ღირსების აღდგენის მოტივით ამართლებენ. მშობლები არასრულწლოვან შვილებს ბათუმში მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით ბრალდებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კალაძის მორიგი დაპირება მოქალაქეებს იგეგმება, რომ რკინიგზის გამოყენებით დედაქალაქი მცხეთასთან, რუსთავთან, აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან დაკავშირდეს. თბილისის მერიამ საქალაქო რკინიგზის დერეფნის შესასწავლად შესაბამისი საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა. ევროპელ ლიდერებს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების პატივი არ ექნებათ. ომის დროს ისინი ისტორიის არასწორ მხარეს იდგნენ, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ცერემონია თეირანსა და ირანის რამდენიმე ქალაქში 4-დან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართება. დაკრძალვაზე ჩავა ყაველაშვილიც.